ესეც ასე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ილამ შვიდობის და ვიკრიბებით საყოველთაო თემაზე სასაუბროთ. დღეს ვისაუბრებთ თმის მოვლაზე და მოგცემთ მარტივ რჩევებს, როგორ მოვუაროთ ყველა ტიპის თმას. გავიგებთ, რომელი შამპუნი, ნიღაბი, ზეთი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის თმის გათვალისწინებით და გაგაცნობთ ასევე პრემიუმ ბრენდებს, რომელიც PSP-ს ქსელშია წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, სტუმრები გვყავს და მათგან მოვირჩევთ სასარგებლო რჩევებს და საჭირო ინფორმაციას სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით. ნინო სულთანიშვილი, რომელიც არის PSP-ს კატეგორიის მენეჯერი და თამარა ცერცვაძე, თმის მოვლის ექსპერტი, გვერდდებიან დილამ შვიდობის გოგონებო და ყავს მოდელი, რომელსაც მიმდინარეობს თმების, ესე ვთქვათ, ფორმაში მოყვანა. კი ბატონო. ნინო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა სპონსორია PSP, ჩემი ოჯახის საფთიაკი. უკვე ტიხრისთვის ვისეცალა, უკვე ისეთ სასაუბრო თემაზე გადავინაცვლებთ, რომელიც უკავშირდება პროდუქციას, ნინო, რომელიც PSP-შია წარმოდგენილი და უბრალოდ ბრაზდები, როგორ არ ვიცოდი, ამდენი პროდუქცია რო არსებობს და უკვე ამდენი ხაზი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საჭიროებებისთვის. ახლა გაგვაცანით ყველა მათგანი. დიახ, დღეს წარმოდგენილი გვაქვს სტუდიაში რეფი შვედური ბრენდი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და არის პროფესიონალური ბრენდი და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პროფესიონალური ეფექტი მივიღოთ სახლის პირობებში და ასევე გვაქვს იტალიური ეკოსლაინი, ვეგანური ბრენდი, დღეს წარმოდგენილი, რომელსაც აქვს ძალიან ფართი ასორტიმენტი ყველა ტიპის თმისთვის, ყველა პრობლემისთვის და ბრენდი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ძალიან მარტივად პირველივე გამოყენების შემდეგ მივიღოთ სასურველი ეფექტი. ყველა ტიპის იგულისხმება ცხიმიანი, გამომშრალი, ჭაღარა, ცვენისკენ მიდრეკილი, ქერათმა და დაზიანებული, ქერტლის სებორეა და ასე შემდეგ. ყველანაირი პრობლემისთვის ეკოსლაინის ბრენდი გვთავაზობს ცალკე ხაზს და იმ კონკრეტული პრობლემის მიხედვით შეგვიძლია შევარჩიოთ ძირითადი მოვლის პროდუქტები და ასევე დამატებითი მოვლის პროდუქტები. ძირითადი მოვლის პროდუქტი არის შამპუნი, კონდიციონერი და დამატებითი მოვლის პროდუქტებია უკვე საჭიროების მიხედვით, მაგალითად დამატენიანებელი სპრეი, კონდიციონერი, თმის შრატი, დამატენიანებელი ეთერზეთები სხვადასხვა, რომელიც თმას მიანიჭებს ბზინვარებას, ელასტიურობას, დაატენიანებს და იმ კონკრეტულ პრობლემას მოაგვარებს, მაგალითად, რისთვისაც გვინდა რომ გამოვიყენოთ. გავიცნოთ პროდუქცია? აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ ჩვენ რა ზოგადად ეს სფერო გაცდა ძალიან აი ამ ძალიან ესეთ სტანდარტულ პროდუქტებით მომარაგებას, მხოლოდ შამპუნი და მხოლოდ თმის დამარბილებელი, იგივე კონდიციონერი უკვე აღარ კმარა. ნამდვილად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერსია გაჩნდა რამაც შეიძლება უფრო გააკეთილშობილოს თმის. ადრე თუ სერიაში იყო მაგალითად ორი პროდუქტი, ეხლა მაგალითად აი ქერათმისთვის მწარმოებლები გვთავაზობენ 6-7 პროდუქტს, რომელიც რუტინა უნდა ავაწყოთ, ასე თქვა და გამოვიყენოთ. ავაწყოთ, იმიტომ რომ დავიკარგეთ. ყველაფერი მაინტერესებს და თან ზუსტად მინდა შევირჩიო ჩემი თმისთვის. აი, ნინო, თქვენ გაგვაცანით და მე თამარი რა თქმა უნდა დეტალურად გვეტყვის რა ვისთვის არის უფრო მიზანშეწონილი, რა ვერსიები გვაქვს. კი ბატონო, აი თქვენი თმისთვის მაგალითად რეკომენდაციას გავუწევდი. აი ამ ხაზს, ეს არის შვედური ბრენდის რეფის აღმდგენი რეფაიერის სერია, რომელიც ინტენსიურად კვებავს, ატენიანებს, აჯანსაღებს თმას და ანიჭებს ბზინვარებას. თქვენ თმას ბზინვარება არ აკლია, მაგრამ ყოველდღიურად გადაწყვეტილის გამო იმდენი წვალება უწევს თმას და ისეთი წნეხის ქვეშ არის თიკას თმა, რომ იდეალურად აღადგენს ეს ხაზი, აი მათ ვისაც მაგალითად გაღიავებული აქვს თმა, გამომშრალი, დაზიანებული, აი მაგალითად ჩემი თმა, რომელსაც ყოველთვის ანუ გაღიავების გამო ძალიან ისე გამოშრობა, დაზიანება და კი უწევს, აი ამ დროს არის იდეალური ეს რეფაიერის ხაზი სამ გამოყენებაში შევამჩნევთ. ეს არის კონდიციონერი, ეს არის შამპუნი და პირიქით ეს არის შამპუნი და ის ხო? დიახ. და ანუ აღვადგენ თმას, დავატენიანებთ ამითი და მივანიჭებთ სიჯასაღეს მომენტალურად. აი ნინო, ახლა მინდა თამართან გადავინაცვლო, რატომ ეს რეფი ვიცი მეც და ასე მგონია რომ სწორად ვარჩევდი. ჯერ ავირჩიე იასამნისფერი ხაზი თუ ცისფერი როგორ ეძახით. ჰიდრა სერია, ცისფერი ხაზი, მე გადავედი ვარდისფერს და ეს მოყვითალო ხაზი საერთოდ არ ვიცოდი რომ თურმე ჩემთვის არის აგერ, რასაც ნინო მეუბნება. როგორ უნდა შევარჩიოთ, როგორ უნდა მივხვდეთ, იმიტომ რომ ნახეთ, იმასაც ეწერა რომ იყო შეღებილი თმისთვის და ჩავთვალე რაღაც თმას ვიღებ, ესე იგი ეგ არის და ეგ მჭირდება. როგორ მივაქროთ სწორ პროდუქტს ჩვენი პრობლემისთვის ასე. მოგახსენებთ, მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები მაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ დღეს საუკეთესო რამ, რაც კი არსებობს, აი ამ დამაბნეველ გარემოებაში, რაც ახსენეთ და ჩვენ ვთქვით, რომ თითოეულ ბრენდს გააჩნია ძალიან დიდი და ფართო სპექტრის არჩევანი ამა თუ იმ ტიპის თმისთვის,
ნებისმიერი მწარმოებელი გვეუბნება ერთ ოქროს წესს და ეს წესი არის, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ კომბინაციები ამა თუ იმ პროდუქტის. მაგალითად, გამოვიყენოთ შეღებილი თმის შამპუნი, რომელსაც თქვენ უკვე იყენებთ, შეღებილი თმის შამპუნთან ერთად ავარჩიოთ ღრმად მატენიანებელი ნიღაბი, მაგალითად ჰიდრა სერიიდან, ან კონდიციონერი. ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად, აი ფერების შერევა არის, ხაზების არევა არის საუკეთესო რეალური კომბინაცია იმისთვის, რომ მივიღოთ რაც მთავარია ეფექტური შედეგი. ნახეთ, თუ კი ჩვენ ვიცით, რომ კონდიციონერს ვიყენებთ ყოველ დაბანაზე და ნიღაბს ვიყენებთ ყოველ მესამე დაბანაზე. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერი ტიპის თმაზე. არ აქვს მნიშვნელობა შეღებილია, გაღიავებულია თუ ბუნებრივია. აი ამ კომბინაციაში შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ მაგალითად მატენიანებელი კონდიციონერი და გამოვიყენოთ ასევე აღმდგენი ნიღაბი, რაც საშუალებას მოგცემს რომ თმა ყოველდღიური სტრესისგან როდესაც მძიმდება, ეს შეიძლება იყოს ქიმიური ზემოქმედება ან თერმული ზემოქმედება, ამითაც მოვახდინოთ მისი მაქსიმალური აღდგენა დატენიანება, ანუ სრულყოფილი მოვლა შევქმნათ. დღეს ძალიან საინტერესო შემთხვევაზე თუ შეგიძლია გითხრათ რა ალგორითმა აქვს, რა საჭიროებები აქვს და აი აურჩიოთ აქედან მოდით მოგახსენებთ ჩვენი დღევანდელი მოდელი შეიძლება ითქვას რომ შეირჩა ყველაზე გავრცელებული სიტუაციით რაც არსებობს საქართველოში. ძირები არის დამუშავებული, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ჭაღარის შეღების სურვილი მომხმარებელს არ აქვს ხშირად და ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში გვინდა რომ მათ შორის ღებვასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიც გავცეთ, გეტყვით რომ მოცემულობა არის რომ სიგრძეზე თმა გაღიავებულია, მათ შორის გამოყენებულია საღებავი და პლუს ამასთან ერთად წამოზრდილია ძირები. ამ შემთხვევაში ვირჩევთ ცხადია მატენიანებელ სერიას და მატენიანებელ ხაზში იქნება პროდუქტი, რომელიც გათვლილია როგორც გაღიავებული, ასევე შეღებილი თმისთვის, ნიღაბი და კონდიციონერი. თუმცა უპირველესად დღეს რაზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის ის სამი ყველაზე ძირითადი პროდუქტი, რაც ნებისმიერი ქალბატონის ნებისმიერ რუტინაში იკავებს საპატიო ადგილს. პირველი გეტყვით, რომ ეს არის თერმოდამცავი სპრეი, სანამ საერთოდ რამეზე საუბარს დავიწყებთ, იმიტომ რომ ამის გარეშე არ იწყება და არ მთავრდება, ასე ვთქვათ, ჩვენი რუტინა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც უთოს, რაც არ უნდა კარგი ხარისხის ტექნიკას ვიყენებდეთ, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ნამდვილად, ამ შემთხვევაში თერმოდამცავი სპრეი არის აუცილებელი. თერმოდამცავი სპრეი შემდეგ ხდება ეს? ეს ხდება დაბანის შემდგომ, მშრალ თმაზეც. ნახეთ, ოღონდ მშრალი როგორ. ეს უნდა იყოს პირსახოცით შემშრალებული, იმისთვის რომ მოახდინოს რეალურად ეფექტის ჩვენება. თუ თმა პირსახოცით შემშრალებული არ იქნება, ამ შემთხვევაში თერმოდამცავი წყალთან გაზავდება და მას არანაირი შედეგი არ ექნება. ფენით გაშრობამდე წინასწარ კარგად შემშრალებულ თმაზე ვატანთ. ნახეთ, აი ძალიან მსუბუქი მოძრაობით. აბსოლუტურად ეს სპრეი პროდუქტია და ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. თან შეგვიძლია ვატაროთ მუდმივად, მაგალითად თუ გვიწევს რომ დღის განმავლობაში კიდევ სტაილინგი განვიახლოთ, ამ შემთხვევაში უკვე დამუშავებულ თმაზეც მისი გამოყენება თმას იცავს 230 გრადუსამდე და დაზიანებას დაახლოებით 10-15%-მდე ამცირებს. ბრენდის არის. მე კითხებზე ეს არის ეკოსლაინი, თუმცა თერმოდამცავი გვაქვს თითქმის ყველა ბრენდის ქვეშ, რაც PSP-შია წარმოდგენილი. აი სპრეის სახით მე არ გამომიყენებდი. ძალიან კომფორტულია, ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და მათ შორის შემდეგი ტოპ პროდუქტი, რომელსაც აი ვამბობთ, რომ ნებისმიერი ქალბატონის მოვლის რუტინაში უნდა იყოს და ეს არ არის მოვლა, ეს არის ჩვენი კომფორტი, რაც გულისხმობს სპრეის, რომელიც ფარავს ჭაღარას და ჩვენ ვიცით, რომ გვისაუბრი ამაზე თქვენს ეთერშიც, რომ შეღებვა არ არის რეკომენდებული 4-5 კვირაზე უფრო ადრე. აი თუ გვინდა რომ ეს პერიოდი გავახანგრძლივოთ, აი ამ სპრეი პროდუქტის გამოყენება არის ძალიან მარტივი. ფერში თუ გვაქვს არჩევანი? ფერის ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. აქ არის დაწყებული ქერატონებისთვის, მათ შორის დამთავრებული საკმაოდ მუქი შავით დამთავრებული და აქვე რეკომენდაცია მინდა გავცე, რომ როდესაც მომხმარებელი იყენებს სახლის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლოდან არ მოვახდინოთ მისი დატანა, იმისთვის რომ თავის კანი არაბუნებრივად არ შევფეროთ. თმას გადავწევთ. აუცილებელია რომ ხელით დავაფიქსიროთ ის ზონა, რომ შუბლზე არ დაგვესხას და ძალიან მსუბუქი მოძრაობით აი ესე ძირებზე შევასხუროთ. ეფექტი რეალურად აქვს ის, რომ ჭაღარას ფარავს თითქმის 80%-მდე და ხილვადი აღარ არის. თქვენი ჭაღარა დაბანამდე ჩერდება, კი ბატონო. და როგორც უკვე ვთქვით, ესე იგი ეს არის თერმოდამცავი სპრეი, ერთ-ერთი ბონუს პროდუქტი, რომელიც ქალბატონებისთვის არის ძალიან მარტივად გამოყენებადი. ვთქვით, რომ არის კონსილერი, ეგრეთ წოდებული
დენტალური დასაფარი ჭაღარის, როგორც ვახსენეთ, კონსილერებს უწოდებთ ამ პროდუქტებს და ასევე შეიძლება ითქვას, რომ როდესაც საუბრობთ ხოლმე სტაილინგის შენარჩუნებაზე თუ დაფიქსირებაზე, მუდმივად ვიღებთ ამ შეკითხვას ჩვენი მომხმარებლისგან, სტაილინგი გავაკეთე, ოღონდ რითი დავიფიქსიროთ, ისე რომ არ გამიხმეს. ნახეთ, აი ის რომ თმა არ იყოს გაუხეშებულ მდგომარეობაში, ეს არის ყველა ქალბატონისთვის სასურველი და თან იყოს დაფიქსირებული. აი ამისთვის არის საუკეთესო სპრეი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ეს არის ეკოსლაინი ბრენდი Fix Master-ი, ასე ვქვია და მართლა ამ საქმეს აკეთებს. ამასაც ზუსტად რბილი ფიქსაცია აქვს, ძალიან მარტივად ვატანთ და აქაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ვარცხნილობა, რასაც შევქმნით, ჯერ წინასწარ უნდა ფორმირდეს და მხოლოდ აი ამ მდგომარეობაში დავატანოთ სპრეი. და მათ შორის შეგვიძლია რომ ძალიან მარტივად შევქმნათ მოცულობათ. მას ოდნავ ავწევთ, აი ამ აწეულ მდგომარეობაში დავაფიქსირებთ, ძალიან მსუბუქად და ძალიან ცოტა პროდუქტით. ძალიან მარტივ მოცულობას ქმნის და აქვე ვითვალისწინებთ იმას, რომ აი შორიდან დატანა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროდუქტი არ იყოს გადაჭარბებული თმაზე. და აქვე ოქროს წესი არის, რომ როდესაც რაიმე სახის სპრეი პროდუქტს გამოვიყენებთ ფიქსაციისთვის, საუკეთესო არომატები აქვს. ნახეთ, კიდევ ერთხელ ვივარცხნით. აი ამით მთავრდება ყველაფერი, აუცილებლად. კიდევ ერთხელ ვივარცხნით. ბუნებრივობა შემატებს და რაც ყველაზე მთავარია, დღეს ვიცით, რომ აღარ გვინდა ეს ხელოვნურად დაყენებული თმა, რომელიც აი ზედმეტი ფიქსაციით არის. მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ბუნებრივი ვიზუალი, მათ შორის მსუბუქი მოცულობით, რომელსაც თქვით, რომ ძალიან მარტივად შეიძენს თმა და ფაქტობრივად ეს სამი ოქროს პროდუქტი, რომელზეც ვისაუბრეთ, არის ის, რაც აი ამ ფართო სპექტრთან მოვლის საშუალებებთან გვაძლევს საუკეთესო ვიზუალს ყოველდღიურობისთვის. ძალიან დიდი მადლობა. თამარ, დინო, დაუბრუნდით თქვენთან და იმდენი პროდუქტია და ძალიან ესეთი შეძლებს დაგვარეთ ვისი მოსწრებად შეგვიძლია, რაზეც შეიძლება ინფორმაცია არ გქონდეს, რა არის ეს? აი მაგალითად, როგორც თამარა მისაუბრა, შეგვიძლია ეს კონსილერი თმის შევარჩიოთ ფერების მიხედვით. ანუ დაწყებული შავი, მუქი ყავისფერი, ქერა. დიახ, შევარჩიოთ. ეს აქვს ეკოსლაინს ეს. ეს აქვს ეკოსლაინს, არის რეფის ბრენდშიც წარმოდგენილი და შეგვიძლია შევარჩიოთ სასურველი ბრენდიდან ეს ხაზი. კარგით, აი ესენი რა არის აი ამ ყუთებში? იმიტომ რომ იმდენი რამე კიდევ რაღაცა ერთი პროდუქტია, რომელზეც მე არ კი ბატონო, აი ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, ეს არის კარბონის დეტოქს სერია თმის. ანუ თმას კვირაში ერთხელ ღრმა წმენდა სჭირდება, იმიტომ რომ როდესაც ამდენ კოსმეტიკურ პროდუქტებს მთელი კვირის განმავლობაში დავიტანთ თმაზე, გარკვეულწილად ის მაინც თმის ფორებში რჩება. და ღრმა წმენდა აუცილებელია, რომ დეტოქსი თმასაც ჩაუტაროთ, როგორც კანს, ასევე თმასაც სჭირდება აუცილებლად და ეს სერია ღრმად წმენს თმას, აცილებს იმ ფორებში ჩამჯდარ რაღაც იმ დამატებით ნივთიერებებს და ეს შამპუნია თუ ეს არის შამპუნი, ეს არის შამპუნი. შამპუნის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს დეტოქს დამატენიანებელი სპრეი, რომელიც ბზინვარებას, ელასტიურობას, სიგლუეს მიანიჭებს თმას. ნინო, იცი რა შეკითხვა გამიჩნდა? ეხლა თუ თმა ისედაც გამომშრალი მაქვს, ისედაც დამუშავებულია თერმულადაც, საღებავითაც, ეს ღრმა წმენდა მასაც სჭირდება? იმიტომ რომ თითქოს ნახე გეფიქრება, რომ კიდევ უფრო ნამდვილად სწორი კითხვა დასვით, კი, როდესაც თმა ძალიან, აი მაგალითად ქერა თმა, როდესაც გაღიავებული, ამ დეტოქს აქვს ოდნავ შეფერილი მუქი ფერი და არ გამოდგება ქერა თმაზე. დანარჩენი ღია ყავისფერი ტონიდან მუქ შავ ფერამდე შეგვიძლია გამოვიყენოთ. და კი, მართალია, რომ უფრო ქერა თმას უფრო მეტად გამოაშრობს. მაგრამ ამ თმის გარდა დანარჩენი, რომელიც ძლიერ ქიმიურად არ არის დამუშავებული, შეგვიძლია დეტოქსის სერია გამოვიყენოთ. ეს რა? ეს არის თმის შრატი, რომელიც იდეალურად კვებავს, ატენიანებს თმას და ანიჭებს ბზინვარებას. ეს არის ბოლო ეტაპი? დიახ, ეს არის ბოლო. დამუშავებამდე? ეს არის დაბანის შემდეგ, როდესაც გავიშრობთ თმას, ან დატენიან თმაზეც, ანუ პირსახოცით შემშალებულ თმაზეც შეგვიძლია დავიტანოთ, რომელიც იდეალურად დაატენიანებს და მიანიჭებს სიგლუეს და ბზინვარებას თმას. აი მე ყველა პროდუქტის გაცნობა მინდა უფრო ახლოს, უბრალოდ დრო ისე ჭამა რომ ვერც გავიგეთ, ესეა როცა საუბრობ თავის მოვლის პროდუქტებზე. დღეს ჩვენ ვართ ესე ვთქვათ დიდი ინტერესის ქვეშ რა ხდება, იმიტომ რომ იმ რაღაცებს იგონებენ, გინდა რომ ყველაფერი რაც არსებობს გამოსცადოს შენს და მეტნაკლებად შევეცადეთ რომ გაგვეიოლებინა არჩევანი ჩვენი მაყურებლებისთვის და PSP-ს მომხმარებლისთვის, როგორ გააკეთოს სწორად არჩევანი. მადლობა ნინოს, თამარს, მადლობა თქვენ. და თქვენ ჩვენო მაყურებლებო, არჩილს სისწრაფით, ბებშვიდობები მაყურებლებო. ხვალამდე გემშვიდობებით.